მყარი ნარჩენების მართვა. ახალგაზრდების ჩართვა გარემოს დაცვის საკითხებში თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვანო მთვრალაშვილი. მშვიდობისა ბატონო ვანო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბუნებრივია ძალიან ხშირად გვიწევს საუბარი, რაც დგას ზოგადად მსოფლიოში პრობლემა ამა თუ იმ მიმართულებით გარემოს დაცვის საკითხებში. რა პრობლემები დგას დღეს, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების, ზოგადად საზოგადოების ჩართულობა, რომ ბევრმა ადამიანმა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა დაიცვას საკუთარი გარემო ამ კუთხით, როგორ გვარდება ეს პრობლემა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ზოგადად გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობა დღევანდელი ეპოქის ერთ-ერთი ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხი არის მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში მინდა გითხრათ, რომ ის პროექტი, რომელიც წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების დაფუძნებით დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი უშუალოდ ერთ-ერთი შეიძლება ითქვას თავარი დამაბინძურებელი ჩართულია პროცესში, იმ პროცესში, რასაც ნარჩენების მართვა ქვია და ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებული არის 8 მსხვილი ჯგუფის მიერ და დღეს აერთიანებს სადღაც 500-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომელიც ამ პროცესშია ჩართული და თქვენ გამოწვევები ახსენეთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობა ამ მიმართულებით, სამწუხაროდ ესე არის, უნდა ეს ვაღიაროთ, იმიტომ რომ რეალურად დღეს ხო პროცესი, რაც უკავშირდება გარემოს დაცვას, მათ შორის ბუნების დაცვას, ხო ეს ყველაფერი მაინც გადის ცნობიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ჩვენი კომპანიის განვითარების პირობებში, ხო ჩვენ ოდესაც მაგალითად გასული წელს სადღაც 3800 ტონამდე ნარჩენის საბურავი ამოვიღეთ, სადღაც 800 ტონამდე ნარჩენის ზეთი ამოვიღეთ, მოხდა ამის უტილიზაცია, ესე ვთქვათ, შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხო? და ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიები ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობის მოცულობის ნარჩენებს იღებენ. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩვენ პრობლემები გვაქვს და საკითხი დგას ისე, რომ ნარჩენების წარმომქმნელმა, ანუ ნარჩენის წარმოქმნელი ეს ბიზნესი იქნება, მათ შორის თუ საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, სწორედ უნდა გადასცეს ნარჩენი, ანუ უნდა გადასცეს უფლებამოსილი ისეთ პირს, რომელიც შემდგომში მის ამოღებას უტილიზაციას გააკეთებს. და როდესაც მეცნობიერებისთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობ, სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც ნარჩენის წარმოქმნელი თავს არიდებს ნარჩენის გადაცემას. ეს უკვე შემდგომში განაპირობებს იმას, რომ იქნება ეგრეთ წოდებული შავი ბაზარი, იმიტომ რომ ბევრ ნარჩენს გააჩნია თავისი ფასი, ის მხოლოდ ნარჩენი არ არის ფასეული, ასევე შეიძლება ასევე ბჭყალებში თქვა ნედლეული. გამოყენებადი, რა თქმა უნდა, ნედლეულია, მაგალითად ნარჩენი ზეთისგან მიიღება ისევ ზეთი, მისი დაწვა ხდება, ამიტომ მას თავის საბაზრო ფასი აქვს, ისევე როგორც ნარჩენი აკუმულატორი და ნარჩენების წარმოქმნელებია სწორედ აქ არის, რომ მათ სწორედ უნდა გადასცენ, ესე ვთქვათ, ისეთ ჯგუფებს, ისეთ კომპანიებს, ვინ შემდგომში მის ესე ვთქვათ სისტემურ დამუშავებას, გადაზიდვას, ტრანსპორტირებას ახორციელებს და აი ამ პროცესში რა თქმა უნდა დიდი როლი ენიჭება მათ შორის საგანმანათლებლო პროცესი. აი თქვენ მინდა გითხრათ, იგივე ხშირად გაგიშუქებიათ ჩვენი საქმიანობის ის ნაწილი, რაც უკავშირდება საშუალო სკოლებთან, სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლებელთან დაწესებულებთან ურთიერთობას ჩვენს და მინდა გრძელდება ეს ყველაფერი ვთქვათ, რომ იგივე ცნობიერების ამაღლების კუთხით ასეთ კამპანია გაგრძელდეს როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში და ჩაერთონ ახალგაზრდები ამ პროცესში. მინდა გითხრათ, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საბოლოოდ ხო ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ ქვეყანას, რომლის მომავალი, რა თქმა უნდა, ეს არის ცივილიზებულ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირი იქნება თუ მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ქვეყანა, რომელიც ყალიბდება როგორც ესე თქვა ტურისტულ ხაბად, ხო, რეგიონში. ხო, რა თქმა უნდა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები, ნარჩენების მართვა, მათ შორის იყოს მაღალ დონეზე და მაღალი სტანდარტის შესრულებული და ამის მიღმა, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობა, ხო, ეს ყველაზე პრიორიტეტული. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, როდესაც მომავალი თაობა ახალგაზრდების ჩართულობა, მათი განათლებულობა, მათი აქტივისტებად ფორმირება, ჩამოყალიბება, ხო, ეს არის აი ამ პროცესის, ესე თქვა, წარმატებულობის გარანტი და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ და საბედნიეროდ, ხო, აი სწორედ ეს თაობა, ახალგაზრდა თაობა, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან, თითქმის ყველა სკოლაში არის ეკო-კლუბი, არიან ძალიან საკმაოდ მოტივირებულები, მათი ჩართულობა არის საკმაოდ მაღალი დონის და ამის დასწორია თუნდაც ის, რომ ჩვენ 100 მეტი საშუალო სკოლა გვსტუმრობდა, მათ შორის ბევრი ეს თქვა შემეცნებითი საგანმანათლებლო ესე თქვა პროცესს ჩაუყარეთ საფუძველი და ვანვითარებთ. იმის მიღმა რა თქმა უნდა სახელმწიფოც აკეთებს ამას
ახალ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საგმოძე საკმაოდ წარმატებით, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი როლი ჩვენი კომპანიის აი სწორედ აქაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი განვითარების ის არის, რომ აი ამ პროცესში ვიყოთ საკმაოდ აქტიურები და რა თქმა უნდა საშუალო სკოლები, მათ შორის ეკოკლუბები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროექტებში, პროცესებში მონაწილეობენ სულად უანგაროდ მინდა გითხრათ, ჩართული არიან იმ საკითხებში, რასაც გარემოს დაცვის საკითხები ქვია. ეხლა ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის და გარდა იმისა, რომ ჩვენ მაგალითად აი თბილისი და რაღაცა თბილისის გარშემოა ყველაფერი კონცენტრირებული, ჩვენ უყრით საფუძველს იმას, რომ ეს პროცესები გადავიდეს რეგიონებში, მათ შორის ჩვენი ინიციატივით ეს აჭარის რეგიონი უახლოეს პერიოდში ჩვენ გვინდა რომ შიდა ქართლის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები, ესეთი პროექტების ესე ვთქვათ დაწყება დავიწყოთ, განვახორციელოთ და რა თქმა უნდა რამდენი დაინტერესებლები არიან რეგიონში? მინდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო მეტად დაინტერესებული არიან თქვენ წარმოედგინეთ ვიდრე თბილისში, იმიტომ რომ ჩვენ გვაყავს პარტნიორი, ესე ვთქვათ, სასწავლო დაწესებულებები აჭარის რეგიონში, შიდა სტუმრობ ჩვენი და მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ინტერესი, არამედ მათ მიერ შესრულებული სამუშაოები, გაკეთებული საკითხები და მათ შორის ჩართულობა ის რომ თუნდაც თავისი ესე ვთქვათ, აი ის ადგილი, ის სოფელი იქნება, რაიონი იქნება, რაღაცნაირად მოაწესრიგონ. აი მაგალითად ეხლა ჩვენი ბოლო ვიზიტი აჭარაში იყო, ესეთი სოფელი არის თხილნარი, საკმაოდ მინდა გითხრათ ძალიან ლამაზი ბუნებით და ფაქტიურად ეს არის ხეობა, მდინარის ხეობა და იქ ადგილობრივი სკოლა, მასწავლებლები, მათ შორის სკოლის დირექტორიდან დაწყებული მოსწავლეები ხო ძალიან აქტიურად არიან ჩართული იმ პროცესში, რასაც მათ შორის ნარჩენების, სხვადასხვა სახის ნარჩენების მართვა ხორციელდება, იმიტომ რომ მათ ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს ზაფხულის პერიოდში და რა თქმა უნდა გარდა იმისა, რომ ისინი თქვა მასპინძლობენ ამ ხალხს და ღირსეულად მეორე მხრივ რა თქმა უნდა ისინი თავის თავად უფრთხილებიან თავის ადგილს, თავის გარემოს და მინდა გითხრათ, რომ აი მსგავსი სახის მიდგომები არის ძალიან ბევრ რეგიონში. მე გიხსენეთ შიდა ქართლი იქნება, ეს ქვემო ქართლი, ძალიან ბევრი ადგილი, სადაც ფაქტიურად აი ეს პროცესები არის საკმაოდ აქტიურად დაწყებული და ჩვენი ჩართულობაც რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეკოაკადემიის ესე ვთქვათ ჩართულობით, მათ შორის ჩვენი კომპანიის ჩართულობით ეს პროცესები გამოვიდა. აი რა ფორმით მიმდინარეობს სკოლის მოსწავლეებთან ეს ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა, გაქვთ ალბათ პრეზენტაციის სახით ვიდეო კოლაჟები თუ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს? მინდა გითხრათ, რა ყველა ფორმის გამოყენება ხდება აქ, თავარი რა თქმა უნდა ეს არის პრეზენტაციები, მათ შორის ჩვენ წარმოვადგენთ ასოციაციას, ჩვენი ორგანიზაცია, რომელსაც სპეციფიკური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, გარკვეული ნარჩენებთან დაკავშირებით მანდატი გვაქვს, რომ ჩვენ ეს ნარჩენები შევაგროვოთ, ამოვიღოთ, მისი გადამუშავება გავაკეთოთ და თავისთავად რა თქმა უნდა ამ საკითხებთან დაკავშირებით ვაძლევთ აბსოლუტურად კომპეტენტურ, სწორ ამომწურავ ინფორმაციას. ამის მიღმა რა თქმა უნდა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მათ პრაქტიკული ხასიათის ესე ვთქვათ ინფორმაციას მივაწოდოთ, ჩვენ უახლოეს პერიოდში გვეგნოთ საწარმოს შექმნა, საწარმოების შექმნათ უფრო სწორად და რა თქმა უნდა ასეთი სახის ინფორმაციების მიწოდებას მათთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის ჩვენ ყავს მოწეული მენტორები, ეს დოქტორები არიან, პროფესორები, კომპანიის დირექტორები, პრაქტიკოსი ხალხი, რომლებიც ამ პროცესში ესე ვთქვათ არიან ჩართული სპეციალურად და ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფორმატი, სადაც სხვადასხვა სახის კონკურსებით, კონკურსების ჩატარებით, სახალისებით, რა თქმა უნდა, ამ პროცესების ვცდილობთ, რომ ისედაც აი ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, ხო, სკოლები და ბევრი რეგიონში ეს პროცესი მიმდინარეობს. უბრალოდ ახლა საჭირო არის, რომ მათ უფრო მეტი мотиваცია ჰქონდეთ. რა ნარჩენებზე არის უფრო მეტწილად გამახვილებული ყურადღება ბატონო, ანუ ესეც ვთქვათ ახსენეთ თქვენ ზეთი აკუმულატორები, როგორც ვიცით, საუბრობთ დაკავშირებით. პლასტიკები, ეგრეთ წოდებული პლასტიკები, ანუ ეს არის მაკულატურა, ანუ ისეთი ნარჩენი, მათ შორის ელემენტი, ბატარეები, ანუ ისეთი სახის ნარჩენები, რასთან მიმართებაშიც მინდა გითხრათ, ამას სპეციფიკური ნარჩენები ქვია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არსებობს ნარჩენები, რასაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქვია, ეს ცალკე აბსოლუტურად განყენებული საკითხი, მაგრამ ამის მიღმა არის ძალიან ბევრი ისეთი ნარჩენი, რომელიც საკმაოდ პრობლემული ნარჩენია, მათ შორის პრობლემული არის გარემოსთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის და თუ არა სიტყვაზე სკოლის პერიოდში ახალგაზრდების ჩართულობა და მათ მიერ დღესვე ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი, იმიტომ რომ აქედან იწყება პროცესი, ანუ ჩვენ რო წარმოვიდგინოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რა თქმა უნდა, სკოლის პერიოდში ყალიბდება, გრძელდება მისი განვითარება და ასევე მინდა გითხრათ, რომ მათი ძალიან დიდი
დიდი მნიშვნელოვანი როლია, როდესაც ის ოჯახის წევრებზე, ესე ვთქვათ, უფროსი ასაკის ხალხზე საკმაოდ დადებით გავლენას ახდენენ და ესეც პრაქტიკაა, სხვა შორის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირში საკმაოდ ხარებასაც მითხართ სკოლის მოსწავლეებთან გარკვეულ პრეზენტაციას წარადგენთ, ესაუბრებით ამ ინფორმაციას, მეორე არის ვთქვათ, მათგან უკავშირი როგორი არის და ალბათ თავისთავად ვინაიდან სკოლებში არის ჩამოყალიბებული ეს ეკოკლუბები, მათ უკვე რაღაც გარკვეული პროექტები შეიძლება ჰქონდეთ უკვე შემუშავებული იმის ფარგლებში თუ რაცოდნაც გააჩნიათ და რა მასალებზე წვდომაც, ასე ვთქვათ, ხო და თქვენი დახმარებით რა თქმა უნდა. Როგორი არის მათი დამოკიდებულება და მათი შეხედულებები თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ესა თუ ის საკითხი ამ ნარჩენებთან მიმართებით. სხვათა შორის მინდა გითხრათ, ძალიან ისინი უსწრებენ ძალიან ჩვენი დროის ძალიან ბევრ ასე ვთქვათ გამოწვევას, იმიტომ რომ მათ აქ აბსოლუტურად დამომწვევდა სხვადასხვა ინფორმაცია შესაბამისად აქედან გამომდინარე საკმაოდ საინტერესოა მათთან საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტია, მიდგომებია საკმაოდ საინტერესო და ჩვენ ვფიქრობთ რომ უბრალოდ დღევანდელი სიტუაციისთვის ხო ერთადერთი რაც უბრალოდ საჭირო არის კიდე დამატებითი იმპულსი შეტანა არის ის რომ ისინი მომავალში გახდნენ მათ შორის ესე ვთქვათ სპეციალისტები, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ამ სფეროს გარემოს დაცვის მათ შორის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმიტომ რეალურად ძალიან ბევრი სპეციალისტი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი აკლია ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ აკლია და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ დავაინტერესოთ ეს ხალხი რომ მომავალში გახდნენ, ხა ყველა ვერ გახდება ხო იურისტი, ექიმი თქვა და ეკონომისტი და მათ შორის გარემოს დაცველები ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჭირდება და აი ამ ხრივად ჩვენ ვცდილობთ რომ თქვა ეს ახალგაზრდები ჩაებნენ ამ ფერხულში, იმიტომ რომ ყველა სკოლაში არის სხვადასხვა მიმართულების აქტივი, ზოგი სპორტი უყვარს, ზოგს განათლება, მაგრამ ჩვენ და საბედნიეროდ არიან სწორედ აი ეს ხალხი ჯგუფები, რომელიც მწვანე თემებით გარემოს დაცვის საკითხებით ინტერესდებიან და რა თქმა უნდა სასურველია რომ ისინი მომავალში გახდნენ არა მხოლოდ აქტივისტი და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, არამედ სპეციალისტებიც და რაღაცი წარმატებებიც თქვენს ძალიან დიდი მადლობა თქვენს თქვენი ჩართულობით და აქტიურობით საზოგადოების ჩართულობით ასევე იმედია ყველაფერი გამოსწორდება ამ კუთხით და მნიშვნელოვან წარმატებებს გისურვებთ. ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო თვალაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.